დღეს მოგესალმებით, ძვირფასებო, როგორ ხართ? დღეს არის 11 აპრილი. საათი არის 12 სრულდება ახლა ჩემთან. მივირთვი მყავას, ეს მეორე ჭიქაა, დილით დავლიე 8 ნახევარზე. უბრალოდ მივირთვი. და ახლა უნდა დავიწყო საჭმელის გამზადება და გაგიზიარებთ თქვენც. და ვინმეს თუ მოგეწონებათ, თქვენც ცადეთ და გააკეთეთ და თუ გააკეთებთ, გემრიელად მიირთვით. მოკლედ, ყველას გისურვებ ბედნიერ პოზიტიურ დღეს. და არ დაგააწყდეთ არხის გამოწერა, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ძვირფასებო, გამოიწერეთ არხი და ვიდეოს უყურეთ ბოლომდე. მეგობრებო, დღეს კი არის მზე ჩვენთან, მაგრამ საშინელი სიცივეებია. თქვენს რა ხდება? ვისად იმყოფებით, როგორი ამინდია გაქვთ? დამწერეთ კომენტარებში, გამოიწერეთ ჩემი არხი და ვიდეოს უყურეთ ბოლომდე აუცილებლად, ძალიან გთხოვთ. ეს ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე კი შემეცდები, რომ საინტერესო ვიდეოები გადავიღო და გაგიზიაროთ. ეხლა დავადგი კარტოფილს ვხარშავ და უნდა გავაკეთო და რასაც გავაკეთებ, გაგიზიარებთ თქვენც. ახლა არის პირველი 13 წუთი ზუსტად. გამოწერა არ დაგავიწყეთ არხის, ჩემო კარგებო. თქვენს კი რა ხდება, როგორ ხართ, ხომ გაქვთ მშვიდობა ყველას? დამწერეთ კომენტარებში, რა გაინტერესებთ ჩემზე უფრო დეტალურად და ჩემ შემდეგ ვიდეოში გაგცემთ ამომწურო პასუხს აუცილებლად. ემიგრაციაში ვიყავი სადღაც 10 წელი ჯამში. ჯერ ვიყავი 6 წელი და შემდეგ 3 წელი წავედი საქართველოში და ისევ ჩამოვედი მე საბერძნეთში. 3 წელი კიდევ ვიყავი 3 წელი და 5 თვე უბრალოდ. და როგორც უკვე გითხარით, 10 წლამდე ჯამში ვიმყოფებოდი ათენში და ეხლა მესამე ჩამოვედი უკვე. ეხლა არ ვიცი, რამდენი წელს გავჩერდები აქ, ჯერჯერობით არ ვიცი. სხვა რა ვიცი, რა გითხრათ. როგორც უკვე გითხარით, მშობლები არ მყავს, 1 ძმა მყავს მხოლოდ. საბერძნეთში მყავს მამიდა და ბიძა. იმათთან გავდივარ ხოლმე კვირაობით. ზოგჯერ მაგათთან გავდივარ, ზოგჯერ აქ მყავს მეგობრები და იმათ ვნახულობ ზოგჯერ. ეხლა კვირასაც გავალ, ანუ ზეგ, დღეს არის პარასკევი. ერთი სული მაქვს ხოლმე, რომ გავიდე გარეთ მართლა და ხალხი დავინახო. როგორც უკვე იცით და გითხარით, ბებოსთან ვარ, ბებოსთან ვმშობ. და კვირა დღეს მაქვს დასვენება, როგორც ყველა ემიგრანტს. ეხლა წავიდე შევხედო კარტოფილს. შევამოწმო თუ მოიხარშა და დავიწყებ საჭმელის გაკეთებას თქვენთან ერთად. გამოიწერეთ, გთხოვთ, გამოიწერეთ არხი. აუცილებლად და ვიდეოს უყუროთ ბოლომდე. ყველას უდიდესი მადლობა, ვინც გამოიწერთ. ქვილიც უნდა მეგობრებო, ქვილი გავცრათ, ეს სულ არ უნდა ოღონდ, გაჩვენებთ რამდენს გავუკეთებ. ახლა ეს გაცივდება და უნდა დავჭყდიტო, უნდა გავუკეთო კვერცხი, ცოტა ფქვილი, პილპილი და მარილი და უნდა მოვზილო. ბურთები უნდა გავაკეთო, ძვირფასებო და გაგიზიარებთ. და კვერცხიც უნდა,
ერთი ცალი მთლიანი კვერცხი, გულიც და ცილაც, რომ შეკრას ეს ყველაფერი. დავჭრიტოთ კარტოფილი ძვირფასებო. გახიხილი, უბრალოდ დაჭყლეტილი ფეტა ყველი, მეგობრებო. კარტოფილი აუცილებლად უნდა გაცივდეს ცოტა და ისე უნდა ჩააყაროთ, ისე უნდა შეაზავოთ. ჩავაყარე მარილი და პილპილი ცოტა. ეხლა კარგად ამოურიოთ. ესე. ცხელია ჯერ კარტოფილი, ცოტა უნდა გაცივდეს და მერე დავაყრი ფეტა ყველს და მერე კვერცხი უნდა. გაცივდა უკვე მეგობრებო კარტოფილი. ეხლა დავაყაროთ ფქვილი, სადღაც 2 სუფრის კოვზი. ესე. და მოვზილოთ კარგად. ფქვილი მოვაყარეთ, კარგად ამოვზილე. ეხლა კვერცხი გავაკეთე ერთი ცალი კვერცხი უნდა მთლიანი, მეგობრებო და ესე კარგად გავხსნათ და მოვზილოთ. დავაყაროთ ფეტა ყველი და კიდევ ამოვზილოთ. ერთი ხელი ცოტა მიჭირს ძვირფასებო. მეგობრებო, ეს გავაკეთოთ. ნახეთ. აი ესეთი უნდა იყოს და ჩავაწყოთ გაცხელებულ ზეთიან ტაფაში. აი ჩავკარგებ. ესეთი ფერი უნდა გქონდეს. ესენი ახლა ჩავყარე. ეხლა წინა კვირას რო ვიყავი მეგობრებო გასული, რომ დავისვენე, იქაც რაღაცები გადავიღე გარეთ და იმასაც ჩაგისვათ. დიდი არაფერი, მაგრამ იმასაც ჩავსვათ და გაგიზიარებთ. ყველას ბედნიერი დღე და არ დაგავიწყოთ არხის გამოწერა. გამოიწერეთ. წუთში მოვა ჩემი ავტობუსი.
ჩილე